საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთა ასევე ნიკა მელიამ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩვენ ვიბრძვით რისთვის? ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. ხო, არჩევნები ტარდება რუსეთში? ეს უნდა კელი დეგნას. ტარდება. კელი დეგნას უნდა სტაბილურობა. გასაგებია, რომ უნდა სტაბილურობა. მის შესაძლებელია სტაბილურობა, როდესაც უნდა. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, არა იმის ხარჯზე, რომ იდევნებოდეს პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები და არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს არჩევნებში. ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რასაც თქვენც ვერ უარყოფთ, ვერც პოსტივი, ვერც მაესტრო, ვერც უკვე რუსთავიორი და ვერც ტელეკომპანია იმედი. გავიგე, მაგრამ რო არ მართავს, მეტყოთ რომ არ მართავს. ქვეყანაში რომ არჩევნები არ ტარდება, ქვეყანაში არჩევნები რო არ ტარდება, ხო, არ ჩატარდა სამწუხაროდ. ამას ვერც თქვენ უარყოფთ, ხო? ქვეყანაში რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მედია მენეჯერები იდევნებიან შეთითქმული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით, ხო, ამასაც ხო ვერ უარყოფთ. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ ჩვენ როგორც ნორმას და მივიღებთ როგორც პროზაულ მოცემულობად, ხო? ეს ყველაფერი დღეს და ხვალ და ზე კი არ მოხდება, მხოლოდ მოხდება ძალიან მრავალი წლის განმავლობაში. რაც არც მე მინდა, არც შემშულს უნდა, არც თქვენ გინდა და არც შენ ასე შეიძლება. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში ოლიგარქი არ მართავს, ქვეყანაში არჩევნები, მაგალითად გაყალბებული, არ გაყალბებულა, ხო? კრიტიკას დაიმსახურებს, ოღონდ კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება.